შენი გულის ცგერა მესმის თაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები ვიცი რაზე ჩურჩულებენ შენი თბილის სახლები შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები შენი სეთი ლამაზი ხარ ავთვალს არ ენახვები ჩემო თბილის ქალაქო შენმა დარმა ციგარა შენი ხარე ოღონდაც მე სულ არ ამინდა ჩემო თბილის ქალაქო შენმა დარმა ციგარა შენი ხარე ოღონდაც მე სულ არ ამინდა ფინიში ყველა ოჯახს სახლს ქუჩას და უბანს თავისი ისტორია იგი მნიშვნელოვანი ზოგადად თუნში თითქოს შეუმჩნეველია ისტორიით აგრძელებს ცხოვრებას ხშირად ერთ დროს მნიშვნელოვანი ფაქტები თუ ნათქვამები სადღაც იკარება დროებით იმალება და მერე ისევ დგება თავისი ახალი ხელახალი სწორედ ამ გაცოცხლებით მის სიყვარულით და პატივისცემით ვთვლით დღევანდელად მე თბილისელი ვარ გამარჯობა მე ვარ ანდრია და ვარ თბილისელი ოჯახის ადგილია სადაც ჩვენთვის ჯგუფასი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ოჯახში დიდი სიყვარულია ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ ოჯახში ერთის წარმატება მთლიანი ოჯახის წარმატებაა ერთის მარცხი საერთოდ კივლია დედაქალი ოჯახში იდეალია მამა კი უშიშარი რაინდია რომელსაც ნებისმიერი სიძლიერის გადალახვა შეუძლია ჩვენ ერთად ვატარებთ თავისუფალ დროს გადავდივართ ქალაქ გარეთ ვაკითხავთ დებია და ბაბუა სოფელში მე მყავს პატარა ლეკვი პედრო რომელსაც ყველა ვუღი და მასაც ძალიან ვუყვარებთ მე და ჩემი და ძალიან მეგობრულები ვართ გავზრუნავთ ერთმანეთზე მე მინდა რომ სულ ბედნიერები ვიყოთ მიყვართ ჩემი ოჯახი გამარჯობა მე ვარ ანდრია და თბილისი და ვარ თბილისელი ამ ფოტოზე ჩემი დედიკო და მონიკო არიან გამოსახული დედიკო დიასახლში და მონიკო სხვადასხვა საქმეებშია ჩაბმული ამ ფოტოზე ჩემი უსაყვარლესი ბრძანია ის ტიკტოკერია ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია კოკო ის პატარაა მაგრამ აქვს დიდი გული და აი ჩემი ბებიც კი ვიცი ლამაზები არიან და სისხლს მიშრობენ ამ ფოტოზე ვარ მთელი ოჯახი ისინი ძალიან მიყვარს ეს მე ვარ ჩვენი ოჯახის ყველაზე ხმაურიანი და ზარმაცი წევრი დედა საზეთი მაგრამ მე თუ მკითხავთ მე საკმაოდ გონიერი და ბრძენი ვარ როგორც მამა ჩემი ეს მამა ჩემია ბექა ყველაზე სერიოზული ჭკვიანი თუმცა ხუმარაა ხანის ემაცინებს მისერი მტკივრდება ეს დედა ჩემია თაკო ძალიან კარგი კეთილი და ლამაზია თუმცა მეცადინეობას მოძადებს ხოლმე და ეს არ მოწონს აინშტაინის გამოიწყეს სკოლიდან მაგრამ გენიოსი იყო რაც შეეხება ამ პატარა გოგონას ეს ნენია ჩემი და ხომ ძალიან ლამაზი და ჭკვიანია თუმცა არ აღჭერა როცა ვამბობ რომ სახლში სისხლს მუშრობს მიუხედავად თავისა მან ძალიან მიყვარს სულ ეს არის ჩემი პატარა და ძალიან საყვარელი ოჯახი უბრალოდ ოჯახისთვის მოგესალმებით მე მქვია ელენე და ვარ თბილისელი მინდა გაგაცნოთ ჩემი ოჯახი ვიწყებ ჩემი ოჯახი შედგება 4 წევრისგან დედა მამა და ჩემი ცოლი დაიკოს მე ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი თვითონ პატივს ვცემი ჩემი ოჯახი ყველანაირად ცდილობს რომ გვერდში დავიდგეს რომ შესაბამისი განათლება მიიღო რაც შეეხება ცხოველებს არც ერთი არ მყავს არა იმიტომ რომ არ მიყვარს ცხოველები დედას უგრძვირები სულ მეურნეობა
ძაღლი მაკლია? მინდა გამაგიჟოთ. აი რატომ არ ყავს ცხოველი სახლში. სამაგიეროდ ბევრი ყვავილი მაქვს. კაქტუსების ჩათვლით. სრული და ბურით გადენიდან ნახუხარ ყვავილს. ისიც ხარობს. ეთყობა ჩემი ენა ისმის. აი ასე მოგდო დახასიათება გამოვიდა ჩემს მამას ოჯახზე. ჩემი ოჯახი არის თბილი და მოსაყვანო, იუმორით ცოცხალ, როგორც გულებს შეაგან. დედიკოს ქვია მამიკოს სამწუხაროდ გადაცვლილი მყავს. ძალიან პატარა ვიყავი, რო გარდაიცვალა. ასევე ჩემთან ცხოვრობს ბებია და ძია, რომელსაც ძალიან უყვარდა მათ ამამებე. ასევე კიდევ მე მყავს უსაყვარსი კოკარი ლეტი, რომელსაც ძალიან უყვარდა ჩემი საყვარელი მეგობარი. გამარჯობა, მე მქვია ანიტა და ვარ თბილისელი. დღეს მინდა ჩემ ოჯახზე ვისაუბრო. ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს. ჩემი ოჯახი შედგება დედა, მამა, დაიკო, ბებიები, ბაბუები, ძაღლი, რომელსაც ცელი ქვია ლისა და ლისას კნუტი. დედას ყვავილები და მცენარეები ძალიან უყვარს. მამას ჩემთან ერთად და ნატართან დროის გატარება უყვარს. თემური ბაბუ ყოველთვის ყველაფერს მახვედრებს, რასაც ვეთქვი. ხან როცა არ ვაბარებ, მაინც მომიტანს. ეთერი ბებია ყოველთვის მეძახის. ანიტა, გეოდრებისა თვალე მომიტანე. მერაბი ბაბუაც ყველაფერს მომიტანს, რასაც დავავალებ. ნინა ბებია გემრიელ ქადებს აკეთებს. ცოტა ზელიზეც მოგიყვებით. ერთი სიტყვით რო დავახასიათო, ის არის მსუქანი. ყველაფერს ჭამს, რაც არ უნდა დავარდეს. როცა კატებს უყრიან მან საჭმელს, ეგრევე მივარდება და უჭამს. კატები კიდე აივანზე არიან, ჭამენ, სვამენ, იცინებენ და ეს არის მათი დღე. გამარჯობა. მე ვარ ნიკოლოზ ყავაშვილი და ვარ თბილისელი. მე მინდა გესაუბრო ჩემ ოჯახზე. პირველ რიგში ჩემი ოჯახი შედგება 4 წევრისგან. მე, დედა, მეგობარი და ჩემი და. ეს არის ჩემი და. ის შრომობს და ღამეებს ათენებს რომ მიიღო სათიანები. ეს არის ბებია ჩემი. ის კარგ საჭმელს აკეთებს განსაკუთრებით ღომს და ყვებს. ეს არის დედა ჩემი. ის ხელს მიწყობს რომ იყო განათლებები და მიიღო ათიანები ყველა დამოუკიდებელ სამუშაოში. ხოლო ეს ვარ მე. მე მეცადინეო ჩემ მეგობრებთან ერთად თამაშობ და ისევ ცილკო კელებზე დავდივარ. მამა ყვარდებს. მე მქვია ლუკამინდინა და ვარ თბილისელი. მინდა მოგიყვეთ ჩემს ოჯახზე. ჩემი ოჯახი შედგება 5 წევრისგან. დედა, მამა, მე და ძმა. ჩემი ოჯახი არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე. დედა ჩემი სტომატოლოგია და ძალიან ჭკვიანიც. ის არის ძალიან ონიერი და სულ მეხმარება მეცადინეობაში, რადგან განათლება მიიღო. დედა ჩემი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ვარჩინოს აფრიკაში. მამა ჩემი კი პროფესიით პროგრამისტია, ასევე ყოფილი ჯარისკაციც. ისიც ზრუნავს ჩვენზე და ძალიან ბევრს მუშაობს და იმასაც უწევს რომ ვარჩინოს. ჩემი დაიკო ნინო სკოლის მოსწავლეა. ის არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან მაღალი. ის მეხმარება რომ ვისწავლო და მივიღო განათლება და ათიანები. ჩემი მათე 12 წელისაა და არის სკოლის მოსწავლე. ის გვერდში მიდგას, რაც არ უნდა დამჭირდეს. ჩვენ დავდივართ ჭიდაობაზე, რადგან მივახციოთ ჩვენს მიზანს. მადლობა ყველაფერთვის. თბილისელი. დღეს გიამბობთ ჩემ ოჯახზე. ჩემი ოჯახი შედგება 3 წევრისგან. მე, დედა და მამა. ჩვენ ძალიან გვყვარს მოგზაურობა. ჩვენ ვიღებთ საქართველოს უამრავ ადგილებში და სხვადასხვა თურქეთში და დუბაიში. დედა და მამა ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობენ ენერგეტიკის პროფესორებად. მამას უყვარს მათემატიკა, მაგით ვსწავლობ რომ მიიღო ათიანები.
დედას უყურს ხალხური ლიტერატურის კითხვა. მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა, მე ვარ ელენე გორდელაძე და ვარ თბილისელი. მე მყავს ძალიან დიდი ოჯახი, დედა, მამა, მეგობრო, ბაბუ, ძმები და დები და კიდევ ყავს ძაღლის სახელად დროი. მას უყვარს თამაში. მე ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, მათ კარგი უნდა ჩვენთვის. დები ძალიან მიყვარს, ძმები სულ მიცავენ და ერთად თამაშობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტრადიცია, როდესაც გასაჭირში ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით. ჩემი ძაღლი ისეთი ზრქია, რასაც დაინახავს, ყველაფერი უნდა რომ მოიპაროს. მიყვარს ჩემი ოჯახი. მე ვარ ნატალი თბილისელი. დღეს მოგიყვებით ჩემს ოჯახზე. ჩვენ ვართ ოჯახში 5. დედა არის მოყვარული ბავშვების. ამ ფოტოზე ჩემი და კი არ ვამბობ, მაგრამ სახში მარტოები, როცა სიცხს მიშრობს. სამწუხარო ჩემი მამა არის სხვა ქვეყანაში, მაგრამ მალე ჩამოვა. მე მყავს კიდე 4 ფეხა მეგობარი, მოხდა კოკი, როდესაც ვარ მოწყენილი, სულ მოდის და მეთამაშება. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით, მე მქვია სამზორი და ვარ თბილისელი. ეს არის იური გაგარინის ქუჩა. იური გაგარინი ცხოვრობდა 1934-1968 წლებში. იგი იყო რუსეთის საბჭოთა ფაინალური კოსმონავტი, პირველი ადამიანი, რომელიც გაფრინდა კოსმოსში. ამ ადამიანის საპატივცემლოდ დაერქვა იური გაგარინი ადგილს, სადაც მე ვცხოვრობ. ეს არის განახილებული ჟვანიას მოედანი. ზურაბ ჟვანია ცხოვრობდა საქართველოში 1963-2005 წლებში. იგი იყო ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მეოთხე პრემიერ-მინისტრი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ახლა ამ ადგილს ჟვანიას მოედანი ეწოდება. ძალიან მიყვარს ჩემი საცხოვრებელი ადგილი. ახალი მოედანი გაცილებით ლამაზია. მე ამაყება, რომ ვარ ამ ორი გმირის ნაწილი. მე ვცხოვრობ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მის აპარანძის სახელობით ქუჩაზე. სპორტის სასახლე ჩემი ქუჩის ღირსშესანიშნაობაა. იგი 1961 წელს აშენდა და ბევრი სპორტის მასპინძელია. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის სასახლის ეზოში გავიზარდი და ბევრი სახალხო მოგონებამ დაკავშირების მასთან. გამარჯობა, მე ვარ ელენა და ვარ თბილისელი. მე ვცხოვრობ დავარის ქუჩაზე. დავარი ყოველთვის ყავსის ერთ-ერთი პერსონაჟი. ასევე ის იყო მესტან დარაჯანის მამიდა და ძალიან ბრძენი ქალი. ის იყო ფარსადანის და ინდოეთის მეფის ასული. ასევე განათლებული ბრძენი ამაყი, თამოყარე და უშიშარი ქალი. სამწუხაროდ მისთვის უცხო იყო სიყვარული და ჩვენამცნობა. რაც შეეხება ჩემს უბანს. მე ყოველ შაბათ-კვირას ჩავდივარ და ჩემს მეგობრებთან ერთად ნებისმიერ თამაშს თამაშობთ, რაც ყველას მოგწონს. იქ აღდგენილია ცხოველები, რომლებსაც რამდენჯერაც ვნახულობ, ყოველთვის ვუყრის სპეციალურ საჭმელს, რადგან სახლში მყავს მსუნაგი კატა. მადლობა ყურადღებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქუჩა. ქუჩა რომელზეც ვცხოვრობ. მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია და ვარ თბილისელი. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, ადამიანის ნომერ 10. ძალიან მიყვარს ჩემი ქუჩა, რომელიც ცნობილი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის სახელს ატარებს. იგი დაიბადა 1793 წლის 24 დეკემბერს ლიტვის გუბერნიაში. მან თავისი სიცოცხლე შესწირა პოლონელი ხალხის თავისუფლებას და საქართველოში სიცოცხლეშივე გახდა პოპულარული. ქართველმა ხალხმა მის საპატივსაცემად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვა მისი სახელი. ჩემს ქუჩაზე არის პატარა სკვერი, რომელიც მას კიდევ უფრო ალამაზებს. 1 წლის უკან მოხდა ქუჩის რეაბილიტაცია და მასზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა. ჩემი აზრით, ყველა უნდა მოუვაროს თავთავიანად ქუჩას და მთელი ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდება. გამარჯობა, მე მარიამი ელისბარაშვილი და ვარ თბილისელი. ჩვენ ვცხოვრობთ თვით ულამაზეს ქალაქ თბილისში, სადაც ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია. მაგრამ მე მინდა გიამბოთ იმ პატარა ქუჩაზე, რომელზეც ვცხოვრობ. ეს არის თინა იოსებიძის ქუჩა. მაგრამ აქ არის ისტორია, რომელსაც მხოლოდ ამ ქუჩაზე სეირნობით შეგვიძლია შევედგოთ. ვის სახელს ატარებს ჩემი ქუჩა?
თინა იოსებიძე იყო მეორე მსოფლიო ომის გმირი. ის სულ რაღაც 20 წლის იყო, როდესაც თავის ძმასთან ლავრენტისთან ერთად სოფელ თორტიზიდან თბილისში ჩამოვიდა. იმავე წელს სამედიცინო დის კურსების დამთავრების შემდეგ ომიც დაიწყო. ამბობენ, რომ ლავრენტის გარდაცვალების შემდეგ თინამ ძმის საფალთან პირობა დადო, რომ სადაც იქნებოდა ყველაზე დიდი ბრძოლა, მათ გაჩნდებოდა და ყველას გადაარჩენდა, ვისაც კი მისი დახმარება დასჭირდებოდა. ბრძოლის ველზე თინა 4 ჯერ დაიჭრა, მაგრამ არაფერს შეუშია. 1955 წელს მორიგი თავდასხმის დროს თინამ დაჭრილებით სავსე ნავი წყალში ჩააწურა. თავად კი ტყვედ ჩავარდნას წყალში გადახტომა არჩია. მადლობა ყურადღებისთვის. მე ვარ ნაკლი და ვარ თბილისელი. დღეს მოვიყვებით თბილისის ლეგენდაზე. ლეგენდის თანახმად თბილისის ტერიტორია დღეს ყოფილა დაფარული. აქ ნადირობდა ვახტანგ გორგასალი. მისი ნევინა ხოხობს აეძებდა და ორჯერ წყალში ჩაიხარშა. ცხელი წყლების საშუალებით მეფემ გადაწყვიტა აქ დედაქალაქი დაეარსებინა. ლეგენდა მეორე ლეგენდის თანახმად მეფემ თბილი დაჭრა. ის გაქცეულა და ცხელი წყლების საშუალებით დაბრუნებულა. მეფის მოწონებია ის ადგილი და გადაწყვიტა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. ცხელი წყლების საფუძე აბანოზე გაშენდა. ახლანდელი აბანა თუვანი. მეოთხე საუკუნეში აშენდა თბილისის მეორე კალაუბანი. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. მოგესალმებით. მე ვარ გაბრიელი ლეგონია, მეოთხე კლასის მოსწავლე. მე მინდა წარმოგიდგენოთ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, აბანო თუბანი. აბანო თუბანი აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქი. თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანი ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე. ისტორიული ცნობებით მე-13 საუკუნის თბილისში წყლის ამოცახუთი აბანო ყოფილა. აბანო თუბანი ირანული არქიტექტურის გავლენით შექმნილი და მერინდელ სეიგათში ხალხური. ამ თბილისში მარტო საკურნალო დანიშნულება არ ჰქონია. აქ ხოლმე მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, იცოლებდნენ და ხიმსაც მართავდნენ. აქ გამოწვევდნენ სადედამთილოების საპარტიზანო სილამაზეს. ლეხვთახევი ეს ლამაზი ადგილი, როდესაც ლექვის ხეებით იყო დაფარული. ხევის ტერიტორიაზე მოედინება წავკისის წყალი. აქვე ჩანჩქერიც გაზაფხულობით, როცა მდინარეში წყალი იკლებს, ჩანჩქერი შვიდია და სასიამოვნოა. გაზაფხულზე წყალდიდობების გამო ხარიშხალს ესგავსება. ზამთარში კი ტბა იყინება და ყინულით სვეტად იქცევა. ხევის ტერიტორიაზე ღამით ირთობა ფერადი განათებები, რომელიც საღამრის იერს აძლევს იქაურობას. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ ავტობუსითაც და ექსკურსია მოაწყოთ. ჩვენც ყოფილვართ აქ და ძალიან მოგვეწონა. გირჩევთ, რომ დაათვალიერებთ და მოინახულოთ ლეხვთახევი. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა, მე ვარ ირმელი და ვარ თბილისელი. ჯუმა მეჩეთი თბილისში ნარეყალას თირში მდებარეობს. ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს მდებარეობს. ის დღისთვის ერთადერთი შემორჩენილი მუსლიმური სალოცავია ქალაქში. მუსლიმი მოსახლეობა თბილისში მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების ნახევრიდან რამდენიმე მეჩეთი აიგო. თავდაპირველად მეჩეთი გაყოფილი იყო შავი ფარდით.
რომლის ერთ მხარეს სუნიტები, მეორე მხარეს შიიტები ლოცულობდნენ. დღეს ისინი მეჩეთი ყველასთვის ერთნაირად გახსნილია. ისინი ალლაჰისადმი ლოცვას ერთად აღავლენენ. ნურავინი ფიქრობს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიანი და მაჰმადიანი ერთობა რჭულია, მაგრამ სისხლის და ეროვნება კიდევ სხვა. ერთი ხასიათი გვაქვს ჩვენ ძალას შეერთებაშია, ბედნიერებაშია მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს. ორთაჭალის ვერდისის ერთ-ერთი კონკრეტული უბანია. ორთაჭალის ბარებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. სანამ თბილის სანაპიროები გაკეთდებოდა, იგი იდონებოდა ბევრ ადგილას და კუნძულებს ქმნიდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოფილა ორთაჭალის კუნძული. იგი ლამაზი ბაღებით იყო დაფარული. დარწმუნებული ვარ, ადრე ეს ადგილი ყველა თბილისას უყვარდა და თუ რატომ ახლა მოგახსენებთ. აქ იმართებოდა დარბაზული ქალაქური პულმარილი. ქუდუკების ფონზე გაესმოდა საერთნოვასთა და რიეთიმ გურჯის ლექსები. ყარაჩოხლები, კენტოები, მოზრდილი ბაზრები და გაუთავებელი ქეიფობა ამ ადგილის საბჭოთა ბარათი იყო. ორთაჭალის ხშირი სტუმარი ყოფილა პოეტი გრიგოლ ორბელიანი. მოგვიანებით ცისფერყანწელებით. ვის არ ნახავდით აქ? ალექსანდრე ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ტერენტი გრანელი. დამიჯერეთ მათი ჩამოხრა ძალიან შორს წაგვიყვანს. თავად ფიროსმანსაც ყვარებია აფხეტიანი. საბოლოოდ 1930-იანი წლებისაკენ გაიჩეხა ბაღები და მათ ადგილას მრავალსართულიანი სახლები აშენდა. მოგვიანებით აშენდა ორთაჭალ-ჰესი. მოაწყო სანაპიროები. მოესპო მტკვრის ტოტი და კუნძულმაც არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა. სამწუხაროდ ორთაჭალის რომანტიკა დღეს უკვე ისტორიაა. ზებუნებრივი ძალა რომ ჰქონდეს და დროში გადანაცვლება შემეძლოს, აუცილებლად მოუნახულებდი ორთაჭალის ბაღებს. ვინც ის იქნებ გალაქტიონის მენახა, ან ფიროსმანი. აუცილებლად ხომდი რომ დავეხატე და აი აქედან შეიძლებოდა ერთ-ერთი მეც კი ვყოფილიყავი. ეს ხუმრობი რა თქმა უნდა. მოკლედ როგორც მეხვდით, ვინმე დიდებულს აუცილებლად ვნახავდი. ესეთი საინტერესო და კოლორიტული ყოფილა ჩვენი ორთაჭალი ოდესღაც. მადლობთ ყურადღებისთვის. უბანის მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეს. ისტორია. მე-19 საუკუნეში სასახლის მოსაწყავად აღადგინეს არხი, ამას ეძებენ სულაჰი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს დიდ ლამაზ ფერდობებს. 2 წლის შემდეგ თვით უყვარს დაერქვა სოლოლაკი. სოლოლაკში იყო დიდი ლამაზი ბაღები, ვადები და ასე შემდეგ და პირველი სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა, იზიდა ვარ თბილისელი. მე მინდა მოგიყვეთ რუსთაველის გამზირი. რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა. მას უდიდესი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა ეს ქუჩა. მანამდე კი გორონის პროსპექტი ერქვა. რუსთაველის გამზირზე განლაგებულია კულტურული და საზოგადოებრივი დაწესებულებები, კულტურული ძეგლები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. ასევე რუსთაველზე განლაგებულია ქაშვეთის ეკლესია, ოპერისა და ბალეტის თეატრი, უზენაესის სასამართლო, მეფის ნაცვლის სასახლე და სხვა. მე-6 საუკუნეში აგიორგის ეკლესია საქართველოში ჩამოვიდა მასურელი ნავები ქრისტიანობის განსაკუთრებით, მათ შორის მოპადავი ცილა. იგი მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოვიდა საქართველოში. მან გარეში დააარსა მონასტერი, რომლის წინამძღვარი თვითონ იყო. მანამდე მას თბილისში მოღვაწეა. თაწმინდის მთაზე სენაკი გამოუქვეყნებს. სენაკის მიტოვების შემდეგ ქართველმა ხალხმა მისა პატივსაცემად მთას მამა დავითი შეარქვეს. ფუნიკადეზე დგას
ფეცმიდაზე დგას დიდი სატელევიზიო ანძა, რომელიც აშენდა 1955 წელს და ის არის 275 მეტრის სიმაღლეს. გვერდით არის გიგანტური ეშმაკის პორტალი, რომელიც თბილისის ნებისმიერ წერტილიდან ჩანს. უნიკალურზე არის მუზარმაზარი პარკის სახელად გონდორა. იქ შეგეძლიათ მოხვდეთ საბაგიროთი ანაც ტრამვაით. დააგემოვნოთ ბევრი კერძები. გაატარავთ ძალიან ბევრი კარგი დრო. დავიწყარით დროს თქვენს ოჯახთან ანაც მეგობრებთან ერთად. მოგესალმებით, მე ვარ მაშინ ხაიძე და მოგიყვებით ისტორიას მეტეხზე. მეტეხი ისტორიული უბანი მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეზე. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე. ავლაბაში ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო. მეფე ვახტანგ გორგას ალმა-აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. მეტეხის მიდამო მტკვრის სანაპიროსთან კინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1991 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. ახალი ხიდის აშენების პროცესში სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი. სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც მე-17-19 საუკუნეში თარიღდებოდა. მადლობა ყურადღებისთვის. ლიყეთ ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანია. იგი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მე-19 საუკუნეში ლიყე საასპარეზო ადგილი იყო. კვირის ადიდებისას იტბორებოდა. მე-19 საუკუნეში აქ იყო ბაზარი ქარვასლა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ლიყის ძველი ნაგებობები აიღეს. ახლა მათ გაშენებულია პარკი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. თუ პარკს ზემოდან დავხედავთ, აქვს საქართველოს რუკის ფორმა. აქვეა მშვიდობის ხიდი, რომელიც 30 გასაოცარი ხიდის სიაშია შესული. განსაკუთრებით ლიყე არის ლამაზი ღამით, თუმცა ლამპიონები ინთება. აქვეა საბაგირო, რომელსაც მგზავრები ნარიყალს ციხესიმაგრესთან გადაჰყავს. ლიყის პარკში არის გიგანტური ჭადრაკი და პიანინო. ოქტომბერში იმართება თბილისობა ულამაზესი ღონისძიებები. მადლობა ყურადღებისთვის. ალაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. იგი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. აქ მრავალი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. მეტეხის ტაძარი, სამების ტაძარი, მეტეხის ხიდი, დაეჯანის სასახლე. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ-მეორე ათასწლეულებში სახლობდა. ალაბარს მე-11-13 საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ისინი ეწოდება. სიტყვა ალაბარი კი, როგორც ჩანს, მე-15 საუკუნეში დამკვიდრდა. თუმცა პარალელურად ისანი შემდეგაც იხმარებოდა. ალაბრის მთავარი უბნები იყო სოთხებილი და მეტეხი. მე-18 საუკუნეში ალაბარს ორი გალავანი ჰქონდა. ერთი ალაბრის გალავანი, მეორე თბილისის ანახალაქის გალავანი. ალაბარში მრავალი სავაჭრო სახელოსნო ქართული დაგვიანებული სომხური ეკლესია იყო.
ლევანდია და ვარტპილისელი, ჩუღურეთი. ჩუღურეთი ერთ-ერთი ძველი უბანია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ეს სიტყვა წარმოიქმნა მტკვრის სიტყვიდან ჩუღური, რომელიც ხელს ფერდობს ნიშნავს. მე-12 საუკუნის დასასრულს და მე-13 საუკუნის დასაწყისში მეფის რეზიდენცია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო. ქარავნით სავსე ქარავნები, რომელიც ჩუღურეთის გზას იყენებდა. ამას ადასტურებს მტკვრის ქუჩაზე ნაპოვნი ჯავა ლედინის დროინდელი და მონღოლური მონეტები. მე-19 საუკუნის დასაწყისში უფრო იყო ერთსართულიანი მიწური სახლები, რომელშიც ცხოვრობდნენ მიწათმოქმედი გლეხები და ხელოსნები. დღესდღეობით ჩუღურეთში ბევრი საინტერესო რამ არის, მაგალითად ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი, მარჯანიშვილის თეატრი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და სხვა. თრიალეთის ქედი შენით ქედ მაღლობს. კავკასიონს დაუდგება თვალები. ზურმუხტია რუსთაველის გამზირი, დაუბნები, ალმაზები, ლალები. ჯერ თბილისის სილამაზემ დამწვა, მერე მისი სილამაზით გადავჭი. საქართველო ბეჭედია ბაჭაყო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.